გამარჯობა, მე ლელა კოტორაშვილი ვარ. ჩემი ვიდეო ჩანაწერებისთვის მე-14 წიგნად შევარჩიე მარკ ტვენის უფლისწული და მათხოვარი, რომელიც სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა და ინგლისურიდან თარგმნა თამარ დიასამიძემ. ტომ სოიერის თავგადასავალი ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი წიგნი იყო. რატომღაც ისე მოხდა, რომ ჰეკლბერი ფინის თავგადასავლის კითხვა ტომის შემდეგ დავიწყე და ვერ დავასრულე. უფლისწული და მათხოვარიც ბუნდოვნად მახსოვს. ეს ორივე წიგნი ახლახანს დავიკითხე და ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჩემს მოსწავლეებსაც გავაცნო. თანამედროვე ლიტერატურის პარალელურად კლასიკური ლიტერატურის კითხვა მნიშვნელოვანია, რადგან კლასიკურ ლიტერატურას აქვს მომნუსხველი ძალა და ის ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე დადებითად მოქმედებს. რაც შეეხება უფლისწულსა და მათხოვარს, ეს წიგნი 1891 წელს დაიბეჭდა კანადაში. მანამდე ავტორმა იმოგზაურა ევროპაში, სადაც გაეცნო ბევრს კითხულობდა საფრანგეთისა და ინგლისის ისტორიის შესახებ. უკან დაბრუნებულმა სცენარი დაწერა სპექტაკლისთვის, რომელმაც შემდეგ რომანის ფორმა მიიღო. ეს წიგნი არის მარკ ტვენის პირველი საისტორიო ჟანრის რომანი და უფლისწული და მათხოვარი მან მიუძღვნა თავის ორ გოგოს. რაც შეეხება სიუჟეტს, მე-16 საუკუნის ინგლისში ვითარდება ჰენრი მერვის მეფობის დროს და რომანის დასაწყისში ჩვენ ვეცნობით ავტორი გვიამბობს, რომ დაიბადა ორ სხვადასხვა ოჯახში დაიბადნენ ბავშვები, რომელთა დაბადებას განსხვავებულად შეხვდნენ. პრინც ედვარდის დაბადებას უდიდესი სიხარულით შეეგება მთელი ინგლისი, ხოლო ტომ კენტის გაჩენას კი მსგავსი სიხარული არ მოჰყოლია. შემდეგ ავტორი გვაცნობს ტომ კენტის ლონდონის უღარიბესი ქუჩიდან ნასოფლართა ჩიხში ცხოვრობს, ჰყავს ქურდი მამა ჯონ კენტი, ბებიამისი მათხოვარია, ორივე სასტიკად ექცევა 9 წლის ბიჭს, აიძულებენ რომ იმათხოვროს და ხშირად ცემენ, ხოლო ამ ტომს ჰყავს ასევე ძალიან კეთილი დედა და ორი ტყუპი და 14 წლის გოგოები. ტომი მიუხედავად ამ რთული ოჯახური მდგომარეობისა თავს ბედნიერად გრძნობს და თვლის, რომ მრავალფეროვანი ცხოვრება აქვს, კმაყოფილია თავისი ცხოვრებით. რადგან ის დილიდან საღამომდე თავისუფალია და თავის მეგობრებთან ერთად როგორც უნდა ისე ერთობა. ამასთანავე ჩვენ ვეცნობით მამა ენდრიუს მღვდელს, რომელიც ტომის მეზობლად ცხოვრობს და ბავშვებს ასწავლის წერა-კითხვასა და ლათინურს. ტომი ცოტა ხანში დაიწყებს წიგნების კითხვას და ძალიან დიდი ინტერესი აქვს სამეფო კარისადმი. ის თავის თანატოლებს უამბობს იმას, რასაც კითხულობს, ნელ-ნელა პოპულარობას მოიპოვებს თავის მეგობრებში, რადგან მან ყველაფერი ისეთი რაღაცები იცის, რაც თავისმა მეგობრებმა არ იციან. შემდეგ უკვე იგონებს ამ წაკითხული წიგნების მიბაძვით საინტერესო თამაშებს, წარმოიდგენს, რომ სამეფო კარზე თავად მეფეა ვიღაც მისი მსახური და როლებს ანაწილებს, რაც დაუვიწყარ თავგადასავლად გადაექცევათ მის მეგობრებს. ერთ დღესაც იმდენად აღეძვრება ინტერესი სამეფო კარისადმი, რომ წავა ვესტმინსტერის სასახლეში, სადაც ჭიშკრის მიღმა დაინახავს უფლისწულს. მიუახლოვდება ჭიშკარს, ცდილობს რომ დაინახოს ახლოდან უელსის პრინცი, მაგრამ გუშაგი მას გაარტყამს და მოსთხოვს, რომ მოშორდეს ჭიშკარს. ამას დაინახავს პრინცი ედვარდი, გამოვა და გამოეკომაგება. შინ შეიყვანს და ასე ეცნობიან ერთმანეთს. ტომ კენტი უამბობს თავის როგორ ერთობა ნასოფლართა ჩიხში თანატოლებთან ერთად, რასაც უფლისწულის დაინტერესება მოჰყვება მას, ის ოცნებობს, რომ მხოლოდ ამ გვირგვინსაც კი დავთმობდი, მხოლოდ ერთი დღე ტალახში რომ დამფრთხონება ტალახში თამაშისო. და შემდეგ დაიბადება ასეთი იდეა, გაცვლიან ტანისამოსებს. და აღმოჩნდება, როდესაც არკის წინ დადგებიან, რომ გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს. შემდეგ უფლისწულს გაახსენდება
როგორ გაარტყა თავის თანატოლს ჯარისკაცმა, გავარდება ტომს დატოვებს სასახლეში, გარეთ გავა, გაბრაზებული და დაუყვირებს ჯარისკაცს, მაგრამ სულ დავიწყდება, რომ მაწანწალის ტანსაცმელი აცვია და მას სილას გაარტყავს ჯარისკაცი და ჭიშკარი მოიხურება. ტომი დარჩება სასახლეში, ხოლო უფლისწული აღმოჩნდება ჭიშკრის მიღმა. ასე იცვლება როლები და ეს სიუჟეტის ამგვარი წიგნის ამგვარი დასაწყისი უდიდეს ინტერესს აღძრავს. ტომი თუ ტომს მანამდე ხიბლავდა სამეფო ცხოვრება, ის ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან მას უწევს სამეფო ეტიკეტის დაცვა, თუმცა აღმოაჩენენ მალევე, რომ მას არაფერი არ გაიგება ამის და გადაწყვეტენ, რომ უფლისწული ამდენი სწავლისგან დაავადდა, გონება დაუავადდა და მოკლედ არავინ არ იჯერებს, რომ ის ტომ კენტია. თუმცა ტომი ცდილობს, რომ დაარწმუნოს სამეფო კარი თავის სიმართლეში, მაგრამ მას არავინ არ უსმენს. რაც შეეხება ჭიშკრის მიღმა აღმოჩენილ უფლისწულს, მას გადახდება თავს საოცარი თავგადასავლები. ის აღმოჩნდება ნასოფლათა ჩიხში, სადაც ჯონ კენტი, მამამისი, ეგრეთ წოდებული ტომის მამა, ძალიან ცუდად ექცევა, სასტიკად ცემს, თავის ტყავზე იწვნევს ყველა იმ უსამართლობას, რასაც მანამდე ტომის უწევდა, რომ განეცადა. ამასთანავე ის ინგლისის თავისი ქვეყნის ყველა სოციალურ ფენას გაიცნობს, გლეხებს, მაწანწალებს, მათხოვრებს, ქურდბაცაცებს. აღმოაჩენს, რომ თუ როგორი უსამართლო ყოფილა სამეფოში გაბატონებული კანონები, რომ სულ უმიზეზოდ შეიძლება დაეწვათ კოცონზე ადამიანები ან სახშობელაზე ჩამოეკიდათ და მისთვის, თუმცა ის არ ივიწყებს თავის წარმომავლობას და ყველას სთხოვს, რომ მოექცნენ როგორც მეფეს, რაც იწვევს საზოგადოებაში სიცილს, დასცინიან მას არავინ არ უჯერებს და აი ამგვარი დაპირისპირებით, როლების შეცვლით ავტორი ცდილობს წარმოაჩინოს და გააკრიტიკოს უსამართლო კანონები სამეფოში გაბატონებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს საისტორიო ჟანრის რომანია, ყველა დროს ერგება და აქ წამოჭრილი არის ბავშვთა ჩაგვრა, როგორც აღვნიშნეთ, უსამართლობა, უბრალო ადამიანების ცხოვრება, სოციალური უთანასწორობა, ამასთანავე ადამიანების პიროვნული თვისებები, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი და ეს შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, მაგალითად. ჩვენ ვეცნობით, ხო, ამ ნაწარმოებში პერსონაჟები მკვეთრად გამოირჩევიან თავისი თვისებებით, უარყოფითი თუ დადებითი თვისებებით. აქ არის ვეცნობით ჯონ კენტს, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალიან ცუდად ექცევა თავის შვილს, არის გულბოროტი, მკვლელობასაც ჩაიდენს და აქვე ვეცნობით ჩემს უსაყვარლეს პერსონაჟს, მაილს ჰენდონს, ომიდან დაბრუნებულ ჯარისკაცს, რომელიც მამობას თუ უფროს, როგორც თავად ამბობს, უფროს ძმობას გაუწევს დაკარგულ უფლისწულს. მაილს ჰენდონი შემთხვევით აღმოაჩენს, როგორც ჩაგრავს მამა უფლისწულს და დაიხსნის მისგან და სულ მფარველობს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ დაკარგავს მას მის კვალს. და აქ არის ერთი ძალიან საყვარელი ეპიზოდი, როდესაც ტანსაცმელს შეუძენს უფლისწულს, შარვალს კამზოლსა და წაღებს და ცდილობს, რომ არ აქვს ბევრი ფული, დაკონკილია ეს ტანისამოსი და ცდილობს დააკეროს და როგორ უხერხულად უჭირავს ნემსი ეს ეპიზოდი და როგორ დიდი სიყვარულით უკერავს ტანისამოს თავის პატარა მეგობარს. მაილს ჰენდონი არის კეთილშობილი ადამიანი და მისი უპირობო კეთილშობილება მკითხველს აღაფრთოვანებს.
რაც შეეხება ავტორის ოსტატობას, მარკ ტვენი ვიცით, რომ ამერიკული რომანის ფუძემდებლად ითვლება და მისი ოსტატობა ამ წიგნშიც ჩანს. აღნიშნა ორ დეტალს, მაგალითად, სამეფო კარის ბეჭედსა და წერილს. სამეფო კარის ბეჭედი ეს ნივთი სულ ერთწლიანებაში ჩნდება ნაწარმოების დასაწყისში და ავტორი ოსტატურად ახერხებს, რომ კვანძი გახსნას რომანის ბოლოს ამ დეტალით. ასევე წერილი, რომელსაც რამდენიმე ენაზე წერს უფლისწული და აძლევს მაილს ჰენდონს, რომ გადასცეს ბიძამის მიუტანოს. უგულოდ ჩაიდებს ჯიბეში მაილს ჰენდონი ამ წერილს და რადგან არ სჯერა თავის უფლისწულს არ უჯერებს, რომ ის არის უელსის უფლისწული და შემდეგ ნაწარმოებში სიუჟეტის განვითარებისას დიდ როლს თამაშობს აი ეს წერილი. აქვევე ცნობით გვაცნობს ჰიუს, მაილს ჰენდონის ძმას, რომელსაც ამკობს ავტორი ისეთი ეპითეტებით, არასასურველი ეპითეტებით, ის არის მზაკვარი, მოშურნე, მაგალითად სულმდაბალი, მუხანათი, ბოროტი, გაიძვერა და საზიზღარი და აი ამ ხასიათად დაპირისპირებით ავტორი ცდილობს, რომ ბავშვები და არა მარტო ბავშვები ადვილად დაარწმუნოს ამ დაპირისპირებით, ხასიათთა დაპირისპირებით, კეთილისა და ბოროტის დაპირისპირებით გვაჩვენოს თითოეული პერსონაჟის ხასიათი და მათ სიმართლეში თუ სამართლობაში ადვილად დაგვარწმუნოს. როდესაც Goodreads-ზე ვკითხულობდი გამოხმაურებას 150 წელი ამ წიგნის დაწერიდან გასული, ერთ-ერთი მკითხველი ამბობდა, რომ დღესაც საინტერესოა და ცოცხალია ეს წიგნი, რადგან აღიქმება ცოცხლად. სწორედ ამ სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირებით და აი იმედი, ani დასასრულით, როგორც ეს წიგნი სრულდება. რაც შეეხება ბალიშს, ის ამგვარია, ასე გამოიყურება და წარწერა შევარჩიე ასეთი. დამეკარგე ჩემო პატარა შეშლილო ბატონო, რამწარია ეს ფიქრი, მე ისე შემიყვარდი, არა ყველა წმინდოს ფიცაო, ვერსად დამეკარგები. მთელ ქვეყანას გადავაფრინებ და მაინც ვიპოვი, საწყალი ბავშვი. ეს მაილს ჰენდონის სიტყვებია და აქ ჩანს როგორ მთელი გულით რომ შეუყვარდა ეს პატარა ბიჭი. განსაკუთრებული სიმპათია აღმეძრა მე მაილს ჰენდონისა და პრინცის უფლისწულისადმი, რადგან ისეთები არიან ნაწარმოების ბოლომდე მუხანათობისა და დასგვარი ხიფათის მიუხედავად, როგორებიც იყვნენ გულწრფელები, უშიშრები, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულები და ღირსეულები, მათი ღირსება თვალშისაცემია. ამასთანავე უნდა აღვნიშნოთ ტომ კენტი, რომელიც შემდეგ ცოტა შეიფერებს ამ თავის მდგომარეობას, უფლისწულად ყოფნის სიტყვოებას და როდესაც მეფედ უნდა აკურთხონ უკვე, ხიბლში არის ჩავარდნილი ამ ყველაფრის გამო და გზად დაინახავს დედამისს. და მიხვდება, რომ ძალიან ცუდად ვითარდებოდა მისი ფიქრები, უბრალოდ ვითარდებოდა კი არა, არასწორი იყო მისი ფიქრები და ის უკვე ამხელს თავის თავს, რომ კვლავ, იმიტომ არის ცუდ ხასიათზე, უწოდებენ რომ კარგ ხასიათზე იყოს, რომ დედამისი დაინახა და სამეფო კარი თვლის, რომ კვლავ დაებინა გონება უფლისწულს. ერთი სიტყვით, ეს წიგნი არის ღირსებაზე, კეთილშობილებაზე, უსამართლობაზე და კრიტიკა არის არასამართლიანი მიდგომებისა. ეს იქნება კანონები, ბავშვთა აღზრდა თუ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. და აი სიუჟეტის
ცოცხალი სიუჟეტი დღემდე იზიდავს მკითხველს. აქვე როგორც ლუის რობერტ სტივენსონის განძის კუნძულზე აღვნიშნე, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს წიგნი ძალიან ბევრ მკითხველს აერთიანებს, ძალიან ბევრ ადამიანს აერთიანებს და ძალიან ბევრი ადამიანის გული გაუთბია ამ წიგნს. მომავალ წიგნამდე გემშვიდობებით, თუ მოგწონთ ასეთი ტიპის ვიდეოები და ჩემი ჩანაწერები, გთხოვთ, რომ გამოიწეროთ და გაუზიაროთ ერთმანეთს და მომწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები, გამოხმაურებები. დროებით.